წოვარა და მისი გავლენა ძუძუთი კვებაზე. პირველი 2 თვის განმავლობაში ბავშვი სწავლობს ძუძუს სწორად დაჭერას, ხოლო დედასთან ლაქტაცია წესრიგდება. სასურველია ამ პერიოდში ბავშვს წოვარა არ მისცეთ. აი რატომ? წოვარა არღვევს სწორმიდებას და ხელს უწყობს ძუძუს თავების ტრავმირებას, რადგან მათი ფორმა განსხვავებულია. წოვარის წოვისას ბავშვს პირის ასე ფართოდ გაღება არ სჭირდება, როგორც დედის ძუძუსთან მიდებისას და სრულიად სხვა კუნთების ჯგუფები მუშაობს. ბავშვს ჯერ კიდევ უჭირს გადართვა, ამიტომ ძუძუს წოვისას შეიძლება ძუძუს თავზე გადავიდეს და დააზიანოს იგი. წოვარამ შეიძლება რძის რაოდენობა შეამციროს. მაგალითად, როცა ბავშვი ძუძუს ითხოვს, დედა მას წოვარას აძლევს და თანდათან რძის გამომუშავება მცირდება. რადგან რაც ნაკლებია მოთხოვნა, მით ნაკლებია მიწოდებაც. ძუძუთი კვება მხოლოდ საკვები არ არის, ეს ბავშვის დამშვიდების, მოდუნების, დაძინების, ნაწლავების დაცლისა და კოლიკის დროს სპაზმების მოხსნის საშუალებაცაა. რა თქმა უნდა, არიან ბავშვები და დედები, რომლებმაც წოვარასა და ძუძუთი კვებას შორის ბალანსი იპოვეს და პრობლემა არ აქვთ. მაგრამ თავიდან ვერ გამოიცნობთ, გაგიმართლებთ თუ არა. გადაწყვეტა თქვენზეა, მაგრამ გირჩევთ სულ ცოტა, პირველ 2 თვეს მაინც თავი შეიკავოთ წოვარას გამოყენებისგან, შემდეგ კი ძალიან აქტიურად არ გამოიყენოთ.